თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილია. მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრი გურამ ოდიშარიას მოუწოდებს სასწრაფოდ მოაგვაროს საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა. მთავრობის მეთაურის შეფასებით არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო და მოუწოდებს ყველა საკითხზე სპეკულაციები დასრულდეს. კანონის შეკითხვებს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი სულხან სალაძე უპასუხებს, ასევე გადაცემაში ჩაგურთვება საყდრისის მცველების საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი გიორგი მიქანიძე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მოგესალმებით ბატონო სულხან, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოდი ჯერ სანამ საუბარს დავიწყებთ, მოვისმინოთ პრემიერის განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მთავრობის ხდომაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა შეფასება საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით და ასევე მოგვიანებით უკვე კულტურის მინისტრის პოზიციაც მოვისმინოთ. ჩვენ საშუალება გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოვისმინოთ. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველა. აქ მე მგონი სასახად ითქვა ყველაფერი, ექსპერტებმა დადეს დასკვნა და აქ ითქვა ნათლად, რომ ჯერ თქვენთან მეთქონ მოვისმენთ თქვენი საუბარი, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. არავის არ დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს საბადო. არ მტკიცდება ის ოქროს მაღარო იყო თუ რა იყო. ეს ერთი და მე მგონი რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომლებიც მუშაობენ 2 თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში დაადასტურეს დასკვნა, შესაბამისი დასკვნა დადეს წარუდგინეს მთავრობას. რის საფუძველზე მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეგზელებინათ სამუშაოები RMG Gold-ს. და ამას გარდა მე მინდა შეგახსენოთ ყველას და მე მინდა მიმართო იმ ადამიანებს, რომლებიც მე მესმის მათი წუხილის, მე მესმის მათი ნერვიულობის, მაგრამ რომ თითქოს რაღაც ძეგლის გადარჩენას ცდილობენ ისინი, მაგრამ მე მინდა მათ შევახსენო. ამ ორგანიზაციაში დასაქმებული არის დაახლოებით 3,000 ადამიანი, 3,000 ოჯახი და კარგად გაითვალისწინონ და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაიკისრება მათ თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. და მე მინდა მოგვიწოდოთ თქვენ როგორც მინისტრ, რომ სასწრაფოდ მოაგვაროთ ეგ პრობლემა. და ასევე კულტურის მინისტრმა გააკეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მთავრობის ხდომის დაწყებამდე, მანამ სანამ იგი მთავრობის მეთაურისგან მიიღებდა გარკვეულ დავალებებს. ჩვენ შეგვიძლია გურამ ოდიშარიას ეს განცხადებაც მოვისმინოთ. იზანია, რომ ჩამოვიდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც საბოლოო დასკვნას მოგცემენ ჩვენ, რომელსაც დაუჯერებს ნებისმიერი მხარე. სპეციალისტებს აქვს დასადგენი, რა მიაჩნიათ არქეოლოგიურ ობიექტად. თლიანად ბორცვი თუ ის, რაც კვლევის საგანია, ანუ შიგნით რაც იმყოფება, საბოლოოდ გადავწყვეტ, მათ შემოიფარგლება ეს დამცველი ზონით, ეგ ბორცვი და რა თქმა უნდა ვერ მუშაობ, თუმცა მანდ არის დიდი ტერიტორია, სხვაგან მათ მუშაობის უფლება აქვთ. ბრუნდებით სტუდიაში ბატონ სულხან, ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ. გურამ ოდიშარია მთავრობის ხდომის დაწყებამდე საუბრობდა, რომ ექსპერტები შეაფასებენ, არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უკვე უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული გეგმა. ანუ რასთან გვაქვს საქმე, კანონი რა მიმართულებით ირღვევა, შეგიძლიათ გითხრათ და აი რას ემსახურება ეს ბოლო ორი ურთიერთგამომრიცხავი პრინციპში განცხადება. მოგესალმებით. ერთ რამეში ნამდვილად დავეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს. ოღონდ რას ვიგულისხმებთ სპეკულაციების დასრულებაში, ეს არის მნიშვნელოვანი ცხადია. ვინაიდან დღევანდელი მოცემულობით, რა მოცემულობაში ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა, იგივე საყდრის ყაჩაღიანთან დაკავშირებით, ბუნებრივად ძალიან რთული მდგომარეობა, ვინაიდან ერთი მხრივ არის მოცემულობა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ იქ კომპანია გარკვეულ ტიპის სამუშაოებს უკვე აწარმოებს. დიახ. მოპოვებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ის გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 13 მარტს კომპანიას მისცა თანხმობა, რომ დაიწყოს ღვინაშტებენი სამუშაოები, არის გასაჩივრებული. რაც თავისთავად ნიშნავს უკვე იმას, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება ჩერდება გასაჩივრების მომენტიდან, რეგისტრაცია როგორც კი მოხდება ადმინისტრაციული საჩივრის. აქედან გამომდინარე, იქ ახლა რაიმე ტიპის სამუშაოების წარმოება ცხადია ცდილდება კანონის ფარგლებს. თუმცა მიმდინარეობდა და როგორც სახელმწიფო თქვა, დაიწყო ისევ განახლდა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სანამ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ამ თემაზე, არ მოხდეს იქ რაიმე ტიპის სამუშაოების წარმოება, რომელიც დაფუძნებული იქნება კულტურის სამინისტროს 13 მარტის გადაწყვეტილებაზე. ეს არის ერთი მოცემულობა, რაშიც გვიწევს ყოფნა. მეორე არის ის პოლიტიკური თქვათ არეალი და გავლენები, რაც როგორც ჩანს საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერთან
კავშირში ბოლო პერიოდის მაგალითები ცხადყოფს და ეს არ არის ერთი და ორი თვის შემთხვევები მხოლოდ იგივე კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში და ზოგადად ამ სამინისტროსთან მიმართებაში, რომ ისეთ თემებზე როგორც არის კულტურული მემკვიდრეობა, როგორც არის დაკავშირებული ზოგადად ამ სამინისტროს საქმიანობასთან არ წდება მხოლოდ სამინისტროს ფარგლებში და არ წდება მხოლოდ პროფესიონალების მონაწილეობით. როგორც ჩანს, ცნობა არის საკმაოდ დიდი, რომ გარკვეულ ტიპის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ისე და იმ ფორმით, რომ ამაში აქტიურად იყოს ჩართული იგივე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიც, მით უმეტეს რომ თუ ამაზე შორს გავყოფით, შეგვიძლია ვისაუბროთ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ძალიან საინტერესო ვითარდება მოვლენები, არა მარტო საყდრის ყაჩაღებთან დაკავშირებით, ზოგადად კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ჩვენ გლობალურად განვიხილავთ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, თუმცა ერთია რომ ადამიანები, რომლებიც იქ არიან და ითხოვენ, რომ შეჩერდეს სამუშაოები და დაიდოს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, თუმცა მეორეა პოლიტიკური მზაობა არსებობს თუ არა ქვეყანაში ამ მიმართულებით. რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ როგორც პრემიერმა აღნიშნა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება და გაირკვეს, აქვს თუ არა ძეგლის სტატუსი. ძეგლის სტატუსი დღეს კანონმდებლობით ოფიციალურად არ აქვს, მოხსნილი აქვს, უბრალოდ გაბათილად არის ცნობილი სტატუსი, მაგრამ ის არის არქეოლოგიური ობიექტი. საყდრის ყაჩაღიანი არქეოლოგიური ობიექტია. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნას, ცხადია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოშიც არის განსხვავებული პოზიციები, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს თქვათ რაოდენობრივად ადამიანთა ნაწილი ექსპერტებისა, რომელ პოზიციას იზიარებენ, თავარია რომ არის განსხვავებული პოზიციები. და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი რჩება სწორედ ის, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ესეთი ადამიანების მონაწილეობით არანაირი ინტერესი პირადი არ აქვს ამ ობიექტთან და არასდროს არ მიუღიათ მონაწილეობა ამ ობიექტის შესწავლაში, გამოკვლევაში თუ ასე შემდეგ. აი მათი საშუალებით მოხდეს საბოლოო დადგენა, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ღირებული ობიექტი და იმსახურებს სტატუსს, თუ არ იმსახურებს. ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საყდრის ყაჩაღიანი მართლა ყველაზე ძველია მსოფლიოში, როგორც მოპოვებითი ოქროს მაღარო. თუ ვთქვათ მე-4-ია, მე-5-ია, მე-100-ია ან 201-ია, მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასაკი ობიექტისთვის არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომ მას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და არა ერთადერთი. 100 წელზე მეტიც რო იყოს კანონის თანახმად რეალურად და იქ რაღაც ესეთი კულტურული ფენები შეინიშნებოდეს, ეს უკვე არის საფუძველი, რომ მას ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. სხვა თემაა რეალურად იქ არსებული თქვათ მემკვიდრეობა რაც წარსულიდან არის დარჩენილი იმსახურებს თუ არ იმსახურებს და ამისთვის კარგი საშუალება არის სწორედ ასეთი საექსპერტო დასკვნის არსებობა. მით უმეტეს დაიდო ერთი საექსპერტო დასკვნა. აი ამ დასკვნას რაც შეეხება აპელირებს მთავრობის წარმომადგენელი დღეს. ჯერესეთი თქვათ ის რომ ამ დასკვნასთან დაკავშირებით ის 11-კაციანი კომისია რომელიც მუშაობდა თავის დროზე საყდრის ყაჩაღიანთან მიმართებაში ამ კომისიის შექმნა იქ გარკვეულ დავალდებულებების მიცემა კომისიას ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ვინაიდან ერთადერთი სტრუქტურა ვინ შეიძლება იმსჯელოს ქვეყანაში კულტურის სამინისტროში ობიექტი იმსახურებს თუ არა სტატუსს არის კულტურის სამინისტროში არსებული საბჭო. ეს საბჭო არ მონაწილეობდა ამ პროცესში. ეს იყო ცალკე შექმნილი კომისია 11-კაციანი სპეციალურად, რომელმაც იმსჯელა ორ საკითხს. ერთი იყო გადატანის საკითხი, საყდრის ყაჩაღენის ერთი ადგილიდან სხვა ადგილას, აი ამ გვირაბების და ასე შემდეგ ამ მასის და მეორე იყო იურიდიულად რამდენად გამართული იყო, როდესაც მიენიჭა სტატუსი. ხადია იმ დავალების მიცემა რომ ემსჯელა იმსახურდა თუ არა სტატუსს, ბუნებრივია არასწორი იყო თავიდანვე და ეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს რომ ფორმალურად ხო არ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, რომ საბჭო ყოფილიყო ჩამოშორებული ასეთ შემთხვევაში. ერთი ეს გარემოება და მეორე როდესაც ძალიან მალე ორ დღეში ამ კომისიამ დაადგინა რომ იურიდიულად გაუმართავად იყო მინიჭებული საყდრის ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსი. ძალიან ბევრი ვთქვათ კომპონენტია რომელიც ამ კომისიის საქმიანობას გასდევს და შემდგომში უკვე შეპესე არქეოლოგთა გაერთიანების მიერ მომზადებული დასკვნა რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს უკავშირდებოდა ამ ობიექტზე, ესეც კითხვის ნიშნების ქვეშ დგას, ვინაიდან კულტურის სამინისტროში არსებულმა არქეოლოგიურმა სექციამ არ მოიწონა ეს ანგარიში და თქვა რომ ეს ანგარიში არ არის სრულყოფილი, აუცილებელი ობიექტზე გაგრძელდეს შემდგომი კვლევა და დადგინდეს გარკვეული ტიპის საკითხები. ანუ თან ეხლა რა მნიშვნელოვანი რომ არქეოლოგიური სექცია ეს არის პროფესიონალების დაკომპლექტებული გუნდი არქეოლოგების მონაწილეობით, ვინც ყველაზე უკეთ იცის თუ კანონის ენას გავყვებით, რეალურად ობიექტი იმსახურებს თუ არ იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, ან ამდენად კარგად ჩატარდა იქ ესა თუ ის სამუშაოები. ასე რომ როცა ასეთი კითხვები არსებობს, ამ ფონზე
კომპანიისთვის ხილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლების მიცემა ცხადია როგორც მინიმუმ ბევრ კითხვას აჩენს. ბატონ სულხან, ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავთოთ გიორგი მიქანაძე, რომელიც საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და აქტიურად იცავს ძეგლის სტატუსს. გიორგი, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გიორგი, მოგესალმებით. პირველ რიგში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაახლოებით, რომ განახლდა სამუშაოები საყდრის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს რეალურად ესეა თუ როგორია რა სიტუაციაა ამ ეტაპზე? გამარჯობა, მოგესალმებით თქვენს, მიესალმებით თქვენს მენელსაც. სამუშაოების განახლება ჩვენ ესე რომ ვთქვათ გუშინ იყო ჩვენთვის ეს სიახლე, იმიტომ რომ ერთი დღე იყო გაჩერებული სამუშაოები და მიზეზი არ ვიცოდით აი ამ გაჩერებისა და გუშინ რო განახლდა, იმის მერე ესე რომ ვთქვათ აქტიური თემა იყო ის განახლების სამუშაოები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს უფრო აქტიური არის გუშინ რომ მინისტრს შევხვდით იქ რა თქმა უნდა სამთავრობო პოზიცია იყო და იმიტომ რომ მინისტრი წარმოადგენს ამ შემთხვევაში მთავრობას და სამივე მოთხოვნაზე განაცხადა რომ დაგვიკმაყოფილებს და ანუ ჩვენ დღეს რო სამუშაოები შეწყდებოდა ამის მოლოდინი არ ქონდა, ამიტომ ველოდებით ბიუროკრატიულ პროცედურებს რომ რაღაცნაირად სამართლებრივად როგორიც ნორმა და როგორც დოკუმენტალურად გაკეთება აი ეს ყველა დაპირება მოვიდეს ესე იგი წყობში როგორც საჭირო არ ვიცი ხა იქ რა პროცედურებია საჭირო და ამის მერე დაველოდებით უკვე რამ ცოტა ხანს რომ როგორ შესრულდება ეს დაპირებები რომელიც ჩვენ ვივიღეთ. გიორგი, არ ვიცი რამდენად გაქვთ საშუალება რომ თვალიადევნოთ საინფორმაციო გამოშვებებს, სადაც მთავრობის ხდომაზე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსს გაგაცნობთ, რომელმაც გურამ ოდიშარიას მოუწოდა რომ სასწრაფოდ მოაგვაროს საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა მთავრობის მეთაურის შეფასებით არავის დაუმტკიცებია რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო და მოუწოდებს ყველას რომ საკითხზე სპეკულაციები დასრულდეს. ასეთია პრემიერის პოზიცია მთავრობის მეთაურის. თუმცა გურამ ოდიშარია თქვენ გუშინ შეგპირდათ რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ მუშაობას დაიწყებს იმ მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებთან და ასე შემდეგ. როგორ შეფასებას გააკეთებდით დღეს? თითქმის ურთიერთგამომრიცხავია ეს ორი განცხადება. რა არის, იცი მე მაინც და მაინც ესეთ ფორმულირებას ვერ მივცემდი რომ ურთიერთგამომრიცხავია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენი ეს იყო პოზიცია ზოგადად რომ დაცული იყო ამ შემთხვევაში მოსამსახურეების და თითქოს ერთისხრივ ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდი და თავიდან ვაცხადებდით რომ ბოლომდე არ ქონდა ესე რომ ვთქვათ ადეკვატური ინფორმაცია არ იყო მიწოდებული, იმიტომ რომ როგორც ძველ პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, ისიც კი ფიქრობდა იმ თემაზე და იყო მსჯელობები, იყო თუ არა კულტურული ძეგლი, ბოლო-ბოლო იყო საუბარი რომ ეს როგორც ძეგლი ყოფილიყო გადატანილი, ანუ თვითონ სამთავრობო მხრიდან მსჯელობა იმაზე რომ არ არის ეს ძეგლი, ცალსახა პასუხი არ იყო. პასუხი არის რომ შეიძლება ძეგლი არის, უბრალოდ აი ამ ძეგლს დავუყოთ, მაგრამ კიდევ აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რამდენად დიდი ან მცირე მნიშვნელობის დაუშვათ ძეგლია. ხტებით, პოზიცია იყო ისეთი რომ ორგანიზაციას კომპანიას სამუშაოები გაეგრძელებინა, რა თქმა უნდა პრემიერი ამ ეტაპზე აი ამ პოზიციას იცავს, თუმცა არის კიდევ რაღაცა ბევრი დეტალი, რომელიც ალბათ დამატებით უნდა მიიღოს, იმიტომ რომ კონკრეტულად მინისტრი, კულტურის მინისტრი უფრო საქმის კურსია და იმიტომ არის დიფერენცირებული სამინისტროები, რომ სამინისტროები კონკრეტული ესე რომ თქვა სფეროების მიხედვით უფრო კარგად არიან საკითხებში გარკვეული და მე ეჭვია მეპარება, რომ პრემიერი კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს კონკრეტულად აი ახლა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ძალიან დაფიქსირებული საყდრისთან მიმართებაში, აქ ასაწონია წინააღმდეგობრივების ესე რომ ვთქვათ მოცულობები და განსასაზღვრია სახელმწიფო ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში გუნდური, რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ადეკვატური იყო, ტონი შეიძლება ცოტა მკაცრი იყო, იმიტომ რომ ალბათ მაინც უსიამოვნოა ეს საკითხები, რომელიც მოსაგვარებელია და თითქოს ერთიხვი მოგვარებული იყო და კიდევ დაუშვათ გააქტუალურდება და ბოლოში თუ მიაქცევდით ყურადღება, საუბარი ისე დამთავრდა, რომ ბატონი გურამი შეხვდა ყველა მხარეს, გაესწრო ყველა მხარის ინტერესებს და დეტალებს მერე კიდევ უფრო დამატებით მიაწვდა. ანუ ამ ეტაპზე აი ეს სიტუაცია არის. გიორგი, არსებობს ძეგლთან დაკავშირებით უკვე ერთი დასკვნა, რომელსაც თქვენ უცხადებთ უნდობლობას და ამ შემთხვევაში ითხოვთ, რომ ჩატარდეს განმეორებითი ექსპერტიზა, ან ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები და დაადგინონ ძეგლის სტატუსი აქვს, უნდა კონდეს თუ არა და ასე შემდეგ. ანუ რატომ უცხადებთ იმ დასკვნას უნდობლობას აი ამ შემთხვევაში მინდა გითხოთ. რამდენად განსხვავებული იქნება ეს არსებობს რამე კრიტერიუმი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ დაუშვათ იმ შემთხვევაში, როდესაც შეერჩევს ექსპერტებს. უკვე საზოგადოება ფლობს ძალიან კარგად ინტერესებს და ისა ინფორმაციას
საბედნიეროდ კარგად გავრცელდა ყველა ესე რომ ვთქვა დეტალი უკვე ინტერნეტში მოიპოვება, სოციალურ ქსელშიც მოიპოვება დეტალურად ყველა მასალა და ყველა მასალა არის იმის სასიკეთოდ რომ საყდრისი ამ ეტაპზე არის დასაცავი, ოღონდ არა როგორც ძეგლია, არამედ როგორც საკვლევი ობიექტი, რომელზეც დაუშვათ უნდა გაგრძელდეს მოკვლევა და დაიდოს საბოლოო პასუხები. ამას ყველა აღნიშნავს აბსოლუტურად. რატო უცხადებთ უნდობლობას და იქ რომ მხოლოდ რამოდენიმე ექსპერტის მონაწილეობა იყო, ესე იგი რომელმაც დადო დასვა, მეორე მხარეს არის ძალიან ბევრი ექსპერტი, ასევე რომელიც ამბობს რომ ეს არ არის სანდო დასკვნა, რომელიც მოხდა, ასევე საერთაშორისო დონის ექსპერტებიც ამბობენ რომ არაადეკვატური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და აქედან გამომდინარე, ეხლა დეტალურად არ ვფლობ იმ დასკვნას, სადასკვნაც იდო, მაგრამ მე ვფლობ იმ წერილებს, რომელიც წერილებიც გერმანიის მხარე მოწერა. ყველა მხარე უნდა ჩაერთოს, თქვენ ითხოვთ, რომ ყველა ექსპერტი ამ პოზიციის. ყველა ექსპერტი არა, მაგრამ ექსპერტის, ის კომისია, რომელიც შედგება, უნდა იყოს სანდო და არა დავშად უცებ შექმნილი და ნაჩქარევად მიღებული და ძალდატანებითი გადაწყვეტილებები და ანა მუშახელით манипуლირება არ უნდა მოხდეს და ზეწოლის ქვეშ არ უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. რა ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ უნდა მოხდეს წყნარად, შიდად გააზრებულად, უნდა გავიაზროთ კერძო კომპანიის ინტერესები, მათი ინტერესები აუცილებლად დასაცავი, ასევე საზოგადოების ინტერესები და საბოლოო ჯამში მოგებული რეალური ადეკვატური სიტუაციიდან ყველა მხარე უნდა დარჩეს ესე რომ ვთქვათ მოგებული, იმიტომ რომ სიმართლის მხარეს უნდა ვიყოთ. ამ შემთხვევაში კომიტეტი ცდილობს რომ იყოს სიმართლის მხარეს და ეჭვი არ გვეპარება რომ ჩვენ მართავ პოზიციას ვიცავ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი რომ მონაწილეობ გადაცემაში. უბრალოდ მსმენელს რომ უთხრათ მე რამდენი დღეა რაც მანდ იმყოფებით და კიდევ აპირებთ თუ არა აქ არის უკვე მე-10 დღე რაც აქ ვიმყოფებით, დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გსტუმრობს, არის მოძრაობა, ჟურნალისტებს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ აქტიურად არიან აი ამ თემით დაინტერესებული და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყველა საკითხი გააშუქონ, ყველა დეტალი ჩვენი სრული მაქსიმალურად ცდილობს რომ ხელი შეუწყოს. თუ გაქვთ განსაზღვრული დავუშვათ. განსაზღვრული გვაქვს ის მაგამ, ეხლა მე ამ შემთხვევაში რაც საქმის კურსში ვარ კომიტეტის საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციაში მოგაწვით ინფორმაციას. ამაზე დავსხდებით ვიმჯერებთ ალბათ, როდესაც უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კონკრეტული დოკუმენტები დაიდება, რომ ის მოთხოვნები შესრულდება, ამის მერე იქ რჩება მხოლოდ საყდრში დარჩება მხოლოდ საგუშაგო, რომელიც ფორმალურად ესე რომ ვთქვათ თვალყურს ადევნებს მიმდინარე პროცესებს და საზოგადოება უკვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით უკვე ფიქსირებულია, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ჩაერთო და ძალიან ესე რომ ვთქვათ საინტერესო რეზონანსი აქვს ამ თემას. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. ჩვენ ვფიქრობთ რომ რახან მსოფლიო მოგვიწოდებს რომ ზოგად საკაცობრიო ძალიან დიდი მნიშვნელობის ძეგლი შეიძლება ჰქონდეს ქართველებს, ჩვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან, რომ მაქსიმალური სიზუსტით გადავამოწოთ ეს ინფორმაცია, რომ აი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას ქართულმა მხარემ. გასაგებია გიორგი, უღრმესი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში, წარმატებებს გისურვებ. გადაცემაში ბატონ სულხან დაუბრუნდეთ ზოგადად თემას, თუმცა სარეკლამო პაუზის დროა და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით. მსმენელს შეუძლია დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და გამოთქვას მოსაზრება უნდა აღუდგეს თუ არა საყდრის ძეგლის სტატუსი, ბრუნდებით რამდენიმე წუთში. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე. მსმენელს შეუძლია დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 გამოთქვას მოსაზრება უნდა აღუდგეს თუ არა საბადოს ძეგლის სტატუსი, როგორი ამის შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 SMS გზავნილის ღირებულება შედგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, ვებგვერდის მისამართია 3W SMS-Co.gi, ტელეფონი 219 40 ბატონ სულხან, საკმაოდ საინტერესო ჩართვა გქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ასევე კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ზოგადად გლობალურად რო გავშალოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი. დღეს რამდენად დაცულია ქვეყანაში კანონმდებლობის დონეზე კულტურული მემკვიდრეობა? საქმე ის არის, რომ კანონმდებლობის დონეზე მეტნაკლებად დაცულია, თუმცა პრაქტიკა ხშირად საპირისპიროს მეტყველებს. იმიტომ ვამბობ მეტნაკლებად, რომ ჩვენ რეალურად არ გვინახავს ამ კანონის ფარგლებშიც კი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მცდელობის დროს ისეთ საკანონმდებლო ხარვეზები, რომელმაც არ მოგცა საშუალება, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაცული ყოფილიყო. ჩვენ პირიქით გვიწევს როგორც წესი მტკიცება. არ ვსაუბრობთ იმაზე, რეალურად არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ეს კონკრეტული შემთხვევა ვთქვათ, კანონმა იმუშავა თუ ვერ იმუშავა, ვსაუბრობთ იმაზე, კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა როგორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბოლო პერიოდში უამრავი მაგალითი არის, როდესაც სამინისტროს გვერდისავლით, საბჭოების გვერდისავლით, რომელიც კულტურის სამინისტროში არსებობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელდა ძალიან ცუდი ზემოქმედება. რამდენიმე მაგალითი შემიძლია გავიხსენოთ, მაგალითად ბათუმში ფოსტის შენობა, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლი იყო და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იყო, ამ ობიექტზე არ მოხსნილა სტატუსი. თუმცა დღეს იქ ვებერთელა კაზინო და სასტუმრო შენდება და მხოლოდ ფასადის ნაწილია დარჩენილი, დანარჩენი შენობა არის განადგურებული და დანგრეული. იმელის შენობა თბილისში ძალიან ცნობილი მაგალითია ამისი და ამის გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ. სხვა თემა უშუალო ჩარევა ობიექტებთან მიმართებაში და რამდენად შეესაბამება ის არსებული რეაბილიტაცია, რესტავრაციის სახელით წარმოებული სამუშაოები რეალურად კანონის მოთხოვნებს. ანუ ეს არის თუ არა თანხმდროში კულტურული მემკვიდრეობის სულისკვეთებასთან, თუ პირიქით მორგება ხდება კულტურული მემკვიდრეობის რაღაც სხვადასხვა ეკონომიკური ტიპის ინტერესების და მე ბოლო წლების მაგალითები უფრო იგივე ბაგრატის ტაძარი, რომელიც საკმაოდ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ის მოდა მწვავე განცხადებები ამ ხელისუფლების მხრიდანაც, რომ ბაგრატის შემთხვევა საინტერესო იმითიც, რომ ეს თემა გახმაურდა იუნესკოს დონეზეც და იუნესკოსაც საკმაოდ ის ვთქვათ ბილად რო ვთქვათ არასასურველი შეფასება ჰქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთი საკითხი შევეხო, რადგან კანონმდებლობას საუბრობთ. გასული წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ძეგლის სტატუსის გამარტივებული წესით მოხსნას ეხებოდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ მთავრობას უფლება ეძლეოდა განსაკუთრებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი აუცილებლობის დროს მოეხსნა სტატუსი, მაგრამ რა იყო განსაკუთრებული შემთხვევა, რა იყო საზოგადოებრივი აუცილებლობა? 300 ადამიანის დასაქმება, მაგალითად როგორც შეიძლება ხვალ იყოს რომელიმე პარლამენტარის ბიძაშვილის ინტერესი, ამასაც არ ვერ გამოურიცხავთ, ან სადღაც 20 მილიონი იყო, სადღაც 100 მილიონი. ანუ ამის გაზომა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის საშუალება საიმისოდ და ეს კანონპროექტი დღემდე პარლამენტში რჩება საიმისოდ, რომ სახელმწიფომ ნებისმიერ დროს მოუხსნა სტატუსი იმ ძეგლს, სადაც საბჭო იტყვის უარს. და საერთოდ საბჭოზე აღარ გაინტერესებს განსახილველად. ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სერიოზული გამოხმაურება მოყვა საზოგადოებაში და დეკემბრის თვეში საიამ იუნესკოსაც მიმართა წერილობით ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ მიმდინარე წლის აპრილის თვეში მივიღეთ იუნესკოსგან პასუხი, რომ იუნესკო მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებიდან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მაგრამ ეხლა რა გააკეთა ხელისუფლებამ კანონპროექტზე როგორც ჩანს ისინი უარს იტყვიან ამ ეტაპამდე გაჩერებულია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ხდება დელეგირება უფლებამოსილებებისა სააგენტოზე, სამინისტროდან იქნება უწყებათა შორის საბჭო და ამ საბჭოში შევლენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ეკონომიკის სპეციალისტები, ინფრასტრუქტურის, ფინანსისტები და ამ ადამიანებმა უნდა იმსჯელონ კონკრეტული ობიექტები იმსახურებს თუ არა ძეგლის სტატუსს, რაც არის გამორიცხული ბუნებრივი, იმიტომ რომ ობიექტი იმსახურებს თუ არა ძეგლის სტატუსს, ამაზე უნდა იმსჯელოს დარგის სპეციალისტმა და არა ეკონომისტმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა, ან არ ვიცი, ფინანსისტმა, ხო? ასეთ შემთხვევაში. ამ ყველაფერს ვთქვათ, კარგად ფუთავს ერთი რამ. 2007 წელში, როდესაც საქართველოში მიიღეს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ახალი კანონი, მანამდე სხვა კანონი ჰქონდა კიდევ, პირდაპირ ჩაიწერა კანონში, რომ ერთ-ერთი აუცილებელი ვალდებულება, პირველი ვალდებულებები, რითაც იწყება კულტურის სამინისტროსი, არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა. დღემდე საქართველოს ასეთი დოკუმენტი არ აქვს. რატომ არ აქვს? აი ისმის ყოველთვის კითხვა, ანუ არ არის რესურსი რომ შეიმუშაონ ესეთი კანონი, არ არის აუცილებლობა. უკვე მაისის თვეში 7 წელი შესრულდება უკვე კანონის მიღებიდან. იმხელა დროა, რომ რანაირი რესურსის არარსებობის პირობებშიც არ უნდა ვიყოთ. ამისთვის სათანადო როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსის გამონახვა შეიძლება. ჩვენ არ გვაქვს ცუდი დოკუმენტიც, რომ თქვათ, რომ ეს ცუდი და უნდა შევცვალოთ. საერთოდ არ გვაქვს დოკუმენტი და ჩვენ ვთხოვეთ კიდევაც სამინისტროს, რომ აი ამ თემაზე რაიმე დოკუმენტი თუ არსებობს და არ არსებობს ეს დოკუმენტი ბუნებაში არ შექმნილა. როცა პირდაპირ სამინისტროს დასახელებაც არის ხო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ანუ ერთ-ერთი მთავარი მმართველობა არის სწორედ ამ ტიპის საქმე, თუ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკის დოკუმენტი, თუ ჩვენ არ გვაქვს ხედვა, არ ვიცით რა გვინდა, როგორ გვინდა რომ გავაკეთოთ, რა ითვლება ღირებულებებად, როგორ თქვათ ვივლით ამ პროცესებში, როცა ეკონომიკური ინტერესები იზრდება მუდმივად, იგივე პანორამა თბილისის მაგალითი რო ავიღოთ ახლა ბოლო პერიოდისა, ხო? და არაერთი კიდევ. ამ ფონზე ჩვენ არ გვაქვს კანონები, თქვათ ისეთი დამცავი ბერკეტი საშუალება, რომლითაც ვისაუბრეთ, რომ აი დღეს მე მიტომა ბუფუარს ამაზე, რომ მე მაქვს სტრატეგიული თქვათ ხედვა დროში, პოლიტიკის დოკუმენტი და მინდა რაღაცას მივახციო, თქვათ კონკრეტულ შედეგს, ხო? ასეთი რამ სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს და იმ ფონზე როცა სამინისტროს არავინ არ ეკითხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან მიმართებაში ბევრ ამას ძალიან თქვათ შემაშფოთებელია, ოდესაც სამინისტრო
უფლებამოსილებას გადასცემს სააგენტოს, რომელიც უფრო დაბლამდგომია იერარქიულად, ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეს კიდევ სამინისტრო იყო და რეალურად ჩდება კითხვა, ვინ კითხავს რამე სააგენტოს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, თუ კი სამინისტროს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა. აი გამოსავალი რა არის ამ შემთხვევაში? შესაძლებელია რომ იგივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ბევრი ინიციატივა ქონიათ იგივე საკანონმდებლო თვალსაზრისით, იგივე პოლიტიკის შემუშავების შესაძლებელია რომ აი ჩაერთოთ ჩვენ მზადვართ რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესებში, ბუნებრივი აქ საუბარია სამართლებრივად გამართული რომ იყოს დოკუმენტი. სხვა მხრივ ახლა ეს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტი რას უნდა მოიცავდეს, მაგალითად კულტურის კონცეფცია როგორი უნდა იყოს და ხედვა სახელმწიფოს ამაზე უნდა იმსჯელონ სამისმა დარგის სპეციალისტებმა, ვთქვათ, ეს იქნებიან არ ვიცი, მუსიკოსები, ხელოვნებაცოდნეები, კულტუროლოგები, ანუ ადამიანები, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობენ და ვინც ხედავენ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ თქვენ რო აიღოთ ეს არ არის მარტო კულტურის სამინისტროს პრობლემა, ნებისმიერი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა თქვენ ვერ ნახავთ შესრულების ანგარიშებს, რომელიც იქნება გაზომვადი. ჩვენ ვერ ვიგებთ რა შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრით და ამ ფონზე უამრავ თანხას ვხარდოთ, მილიონობით ლარი იხარჯება ყოველ წელს და შეიძლება ერთჩვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ეს თანხარი წყალში გადაყრილი უბრალოდ, მით უმეტეს რომ პოსტფაქტუმ სხვა რეალობაში გვიწევს ჩვენ არსებობა. სმენელია პირდაპირ ეთერში, მოდით მივცეთ საშუალება რომ გამოთქვას მოსაზრება, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა, გამოთქვით თქვენი მოსაზრება. დიახ, მე ესეთი კითხვა მაქვს. დიახ. კერძოდ ჩვენ როცა ვაპირებთ ევროპაში შესვლას და პარაფირებას ხელს ვაწერთ და ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ, მე მგონია ყველაზე მთავარი ის არის რომ ევროპელებმა პრაქტიკულად აუხსნან დღევანდელ ვაი ბიზნესმენებს რომ ის ოქრო ეს არის დროებითი ფასეულობა რომელიც პრაქტიკულად თვალსაჩინოს შუა გაქრება ხოლო ის მართლაც თუ არსებობს ის ისტორიული ღირებულება რომლითაც ევროპა ყოველთვის ამაყობს ათეორიობის როგორც თქვენ ისტორიიდან და განვითარების ისტორიიდან გამომდინარე ეს არის როგორც თქვენ უსასრულო ღირებულება რომელიც არასოდეს არ გათავდება და არასოდეს არ გაცდება თუ ის ერთხელ დაფიქსირდება და დაისტამბება და შევა სოფლიოს ღირებულებათა ფასეულობებში და რითი შეიძლება ახლა ვერ აპარაკოთ დღევანდელი ვაი ხელისუფლების წარმომადგენლებს იქ გამოგონია როგორც თვითონ გალბატონი მარინა მიზანდარი იძახის იმას რომ ეს პრობლემა არა მარტო კულტურის მინისტრის პრობლემა არის ეს პრობლემა ასეთი პრობლემა იყო რეგიონალური განვითარების ყოფილი მინისტრის რომელმაც პრაქტიკულად არ მიხედა არაფერს და აი რასტანდებით უნდა ვილაპარაკოთ დღევანდელ ხელისუფლებას ნუ ის ძელი კლანი გადაბარდა ახალ მაფიოზურ კლანს და რაღაცა გარიგება მოხდა რომ გასაგებია უბრალოდ ეს არის იურიდიული გადაცემა და იურიდიული შეკითხვა იყო კონკრეტული იურისტთან უპასუხოთ ბატონ სულხან ევროკავშირთან პარაფირებას ამ ხელშეკრულების მართლა საინტერესო დოკუმენტია იმ გაგებით რომ მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტსაც ანუ იქ როგორ არის დაცული ევროკავშირის ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობა ამაზე საუბარი ძალიან შორს აგვიყვანს ერთ მარტივ მაგალითს ვიტყვი ჰოლანდია, ნიდერლანდები, რომელიც ჩვენზე პატარაა ტერიტორიით, 80,000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს. ჩვენთან არ არის 5,000-მდე და მე მივიცი აჭარაში მარტო, რადგან წარმოშობით აჭარიდან ვარ, უამრავი ობიექტი ვიცი, რომელიც იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მაგრამ არ აქვს მინიჭებული. ჩვენთან არც აღრიცხვა, არც სისტემატიზაცია გადადებულია. ყოველ წელს ხდება გადაწევა ამ ვადის. ეხლა თუ კარგად მახსოვს 2018 წლამდე არის გადაწეული აღრიცხვა. ნუ საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც არსებობს ობიექტები, რომელსაც მინიჭებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში, მაგრამ ობიექტები არის დანგრეული, ბუნებაში აღარ არსებობს და მაინც ატარებს სტატუსს. ეს თირაღაცებით არსებობს საქართველოში, ეს არის აბსურდი. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ როგორც ჩანს, ვიღაც დაკისრებული უფლებამოსილების უფლებამოსილებას ან არასრულებს, ან ვერ ასრულებს. ეს ახლა სუბიექტურია თუ ობიექტური ფაქტორებით გამოწვეული. ამას რა თქმა უნდა ჭირდება რეაგირება. და კიდევ ერთ საკითხი ამავე კონტექსტში, როგორია სახელმწიფოს რეაგირება დარღვევებზე. გასულ წელს საიამ გააკეთა ბათუმის რეაბილიტაციაზე კვლევა და აღმოჩნდა რომ 2009-2013 წლებში ერთადერთი მსხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევა იყო გამოვლენი კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, როდესაც ლამის ნახევარი შენობები დაინგრა ბათუმში და გადაკეთდა ისე რომ ეს იყო ძალიან ცუდი და უხეში ჩარევა როგორც ამ სპეციალისტები ამბობენ. განცხადებები იყო თქვენი მხრიდან. და აქედან გამომდინარე თუ კი სახელმწიფო არ რეაგირებს, თუ კი არ მიდის სასამართლომდე ეს საკითხები რომ განხილული იქნეს, თუ ადამიანები ვერ იგნობენ პასუხისმგებლობას ამ თემებისადმი, რეალურად გვიწევს მაშინ რაღაც წრეზე მოჯადოებულ წრეზე სიარული და ერთჩვენიერ დღეს მართლა შეიძლება მოხდეს ისე რომ დიდი ნაწილი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღარ იყოს. უნდა გამკაცრდეს მიდგომა იგივე ჯარიმები და ეკისროს არ ვიცი აი რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში გარდა იმისა რომ ძალიან ძნელია საუბარი ვინაიდან უშუალოდ
კანონში არსებული მექანიზმები არ არის პრაქტიკაში გამოყენებული აი აქტიურად. რატომ არ ხდება პრაქტიკაში გამოყენება? იგივე თქვენ იურიდიული ორგანიზაცია რომ ეს არის პოლიტიკური ნების არარსებობა ასეთ შემთხვევაში უფრო თუმცა არსებობს კანონი, რომელიც არის უზენაესი. ჩვენ შეგვეძლებოდა ვესაუბრა ასე ვთქვათ კანონის გამკაცრებაზე, მაშინ თუ კი ეს კანონი არ იქნებოდა ეფექტური, მაგრამ დღეს კანონის გამოყენება არ ხდება საერთოდ. აი რა გიშლით ხელს იმაში, რომ გამოიყენოთ კანონი ამ შემთხვევაში? დღეს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ კანონს, ცხადი უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, თუ კი სიხლის სამართლებიდან ქმედებები ვლინდება, უნდა გამოიყენოს ეს უკვე. თქვენი სარჩელის საფუძველზე დაუშვათ იურისტების აქტივობის. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ კულტურის სამინისტროდან მიგვიღო ინფორმაცია ბოლო წლებში, რამდენი ფაქტი გამოავლინა, რამდენი პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ რა ინფორმაციას ფლობს საერთოდ სამინისტროა ამ მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ამაზე ინფორმაცია არ მიგვიღია და ვერც შეფასებას ვერ ვაკეთებთ, ანუ სად რა გაკეთა და როგორ გაკეთდა. დღეს საქმე სასამართლოშია და ველოდებით ბუნებრივია ამ საქმის განხილვას და იმედი გვაქვს, რომ რაღაც ინფორმაციას მაინც მივიღებთ. ამის შემდეგ შეგვეძლება უბრალოდ საუბარი. პრობლემა კანონის აღსრულებაშია, სინამდვილეში, თუ პრობლემა თავად კანონშია ასეთ შემთხვევაში. ანუ ის რომ დავუშვათ პირისპირ რჩება კანონი არ იცავს, ეს არ არის. უბრალოდ არის დროში უფრო მეტად გაწერილი ეს კულტურული მემკვიდრეობის კანონის პირველივე მუხლში წერია, რომ ამ კანონის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. დაცვას ემსახურება როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, ასევე ემსახურება ფაროს კონვენციის მონაწილეებით ჩვენ ვართ და ეს ბევრად დიდი ვალდებულებაა ვიდრე კანონი, რადგან კონვენციის მონაწილეები ვართ, ემსახურება კონსტიტუციაც, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას კანონით და გარდა ამისა არის სიხლის სამართლის კოდექსში არსებობს ამისი მუხლები, არსებობს სამართალდარღვევათა კოდექსში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეფექტურად გამოყენება ამ მუხლების, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სამწუხაროდ საქართველოში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდ ლარზე მეტი არის დახარჯული ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია, რესტავრაციის სახელით და შეუძლებელია ყველაფერი გაკეთებულიყო ისე, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილიყო. ეს ძალიან ზოგადად რო ვისაუბროთ, თუმცა კონკრეტული მაგალითებიც არსებობს ხადია, როდესაც დარღვევები რეალურად სახეზე იყო. და ბატონ სულხან, ჩვენ გადაცემა დავიწყეთ საყდრისი საბადოსთან დაკავშირებით საუბრით და ასევე დავასრულოთ მოდით ამ თემით. იმ შემთხვევაში თუ არ შეჩერდება სამუშაოები, როგორც გიორგი მიქანაძე აღნიშნა, რომელიც იქ იმყოფება და არის საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი, რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ დაუშვათ მოხდეს შეჩერება სამუშაოების, იგივე მათი მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული და ჩატარდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კვლევა, ექსპერტების მხრიდან, რომელსაც სანდოობის უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, როგორც ისინი ამბობენ. ბატონო, აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი, როდესაც საყდრისი ყაჩაღიანთან დაკავშირებით ბათილად იქნა ცნობილი ძეგლის სტატუსი, საყდრისი ყაჩაღიანის, დღეს ამ საკითხზე არის დავა სასამართლოში უკვე და თუ კი სასამართლო იტყვის, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება იყო უკანონო, თუ კი სასამართლო ამას იტყვის, მაშინ თავდაყირად დგება მთელი ის პროცესი, რაც შემდგომში განვითარდა. იქ ზონის სტატუსის მოხსნა, არქეოლოგიური, შემდგომში ღირსმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩანიშნულია უკვე პროცესი. კი, პროცესი მე როგორც ვიცი, მთავარი სხდომა არის უკვე, მწვანე ალტერნატივა არის სარჩელის ავტორი. არის მეორე საკითხი კიდევ, რომელიც ეხება კომპანიისთვის ღირსმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემას, 13 მარტის გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროს, ესეც გასაჩივრებულია. ჩემთვის ცნობილია მინიმუმ 2 საჩივარი არის, შეიძლება სხვებმაც შეიტანეს კიდევ საქართველოს მთავრობაში და იქაც თუ კი მთავრობა იტყვის, რომ დიახ, სამინისტრომ დარღვევით გასცა ეს თანხმობა, დადებითი დასკვნა ღირსმასშტაბიან სამუშაოებზე, ესეც იწვევს ავტომატურად, რომ პროცესი შეჩერდება. მაგრამ ამ ორივეს რო თავი დავანებოთ გადაწყვეტილებების მიღებამდეც კი თავისთავად როგორც სარჩელის, ასევე საჩივის რეგისტრაცია უკვე ნიშნავს, რომ იქ არანაირი სამუშაოები არ უნდა მიდიოდეს. თუმცა გვიწევს აბსოლუტურად საპირისპირო სხვა გარემოში არსებობა ჩვენ. თუმცა კანონი ირღვევა ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით. იქ არა მარტო იურისტები, არამედ თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელიც არაერთხელ იმყოფებოდა. მე წარმატებებს გისურვებთ, ბატონ სულხან, მე ვიცი, რომ ამ თემით აქტიურად ხართ დაკავებული, თქვენ პირადად პროგრამას ხელმძღვანელობთ და იმედია, რომ საერთაშორისო ექსპერტების უკვე დასკვნა იქნება დადებული, რომელიც ერთს არ გამოიწვევს საზოგადოების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან. გადაცემა კანონი ამით დასრულებულია და უბრუნდებით მომავალ ხშებათ სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ და იყავით ჩვენთან ერთად. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.